კუროებს უჯდებათ მეხუთე სახლში დაბნელება და აქ არის გადატვირთვა პირად სასიყვარულო ურთიერთობებში. ეს არის შემოქმედებითი ენერგია მეხუთე სახლი, როგორ გამოხატავ მე ჩემ თავს, რამდენად ვარ გახსნილი გარემოსთვის, რამდენად მაქვს ჰობი, რამდენად შემიძლია გავერთო ამ ცხოვრებაში, რამდენად შემიძლია სილაღე შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში. ეს ცხოვრება შეხედათ როგორც თამაში, ხო? და პირდაპირ მნიშვნელობით შვილებთან ურთიერთობა არის აქ დაბნელება ან ნათალურ უკაში მეხუთე სახლში ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ან კუროსთვის არის მეხუთე სახლი, ეს მეორადად ფონად მოდის, რომ შეიძლება შვილებთან იყოს რაღაც სიახლეები და მე უნდა ავყვე ამ სიახლეს, მე უნდა ვიცხოვრო მათთან ერთად ეს სიახლეები, დავეხმარო მათ და თუ შვილებს არ ეხება ეს ან შვილების თემა არ არის ისეთი აქტუალური, სასიყვარულო სფეროში გამოწვევები შეიძლება იყოს. პრობლემები ზოგს პრობლემების შექმნას, თუ არ ასრულებს მეხუთე სახლის ფუნქციებს და ეს არის სიყვარული, ეს არის შემოქმედებითი უნარები, ეს არის სილაღე შინაგანი. გულით ცხოვრობთ თუ არა, აი კუროებს განსაკუთრებით ცვლილებები სასიყვარულო სფეროში ექნება. ზოგთან შეიძლება ახალი სიყვარული მოვიდეს მაგალითად, ზოგთან შეიძლება ახალი განახლება იყოს გრძნობების, ზოგთან შეიძლება უბრალოდ საკუთარ თავში იყოს განახლება, რომ მე ცხოვრობ თუ არა გრძნობებით, სიყვარულით, ტკბები თუ არა ამ ცხოვრებით, ვიცი თუ არა დასვენება, ვიცი თუ არა გართობა, ხო? აი ეს სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ფორმით შემოვა განსაკუთრებით მეხუთე სახლში ვისაც გასდის ტრანზიტი, მაგრამ კუროებისთვისაც მსგავსი ენერგია იქნება გამოხატული. ფონი ესეთი იქნება ცოტა დიდ სურათში, ზოგადად ფონი აი ამ პირადის, ან სიყვარულის, ან ჰობის და გართობის სფეროში იტრიალებს. მეხუთე სახლი ჩვენთან თვით განათლებაც არის, რაღაცა კურსებს რო დავესწრებით, ან ჩვენ ტრენინგებს ვატარებთ მაგალითად, ხო, თვით პიროვნული განვითარებით რო ვართ დაკავებული, აი აქაც შეიძლება შემოვიდეს კუროებისთვის რაღაც სიახლეები და მოუნდეთ მაგალითად აი ეს თვით განვითარება და გამოხატონ ასევე თავი. ამის შესაძლებლობა, აი მანდ უნდა დაფიქრდნენ, რომ რა არის ესეთი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მომცემს თვით გამოხატვაში. რა მაქვს ისეთი სასწაული, ხო, მაგალითად, იმიტომ რომ PR-ს თვით პრეზენტაციას მეხუთე სახლი მართავს და ეს იქნება აქტუალური კუროებისთვის.